ესე იგი, კორეაში, ვინც არის დაოჯახებული, გოგოები უცხოელები, ძალიან ბევრი არის რუსი. ერთი უკრაინელი გოგოა და რამდენიმე რუსი გოგოა. როგორ კაცებს არიან დაქორწინებული, იცი? კორეულ სტანდარტებით რაღაცა მაფიოზებს რო გვანან. რაღაცნაირი ტატუები რო აქვთ თეთრანზე. ტატუ მაფიოზობასთან კი არასოც ირდება კორეაში, მაგრამ არის კონკრეტული ჟანრის ტატუები, რომლებიც აქვს კონკრეტული დაჯგუფების და რაღაცა ესეთი რაღაცა მანქანებზე რომ მუშაობენ. ერთი ისე კაი რეპუტაციის ხალხს მოკლედ. მოკლედ ეს რამდენიმე გოგო არის 4-5 მანქანა ყავდა რა მანქანებში და რა ცხოვრებას უჩვენებენ და ქმნიან ისეთ შთაბეჭდილებას, რომ კორეაში ძალიან მასიურად კორეაში თუ დაოჯახდება გოგო, ესე ცხოვრობს ძალიან ბევრი. ან ეს ცხოვრება ნორმა არის, ან გავრცელებული ან ხშირია. არავის არ აქვს კორეაში მაგდენი ფული და ანუ ძალიან ის არის პირიქით რაღაცა რო უყურებ ხოლმე ნეტარ ასაქმეა რომ მეთქო რომ ფიქრობ ესეთი judgmentalist მერთვება, იმიტომ რომ ჩვეულებრივ კომპანიაში ასე ისე რაღაცა ნორმალურ რაღაცა სამსახურზე ახალგაზრდა ადამიანს აქ მაღალი ხელფასი არ აქვს. უნდა იყოს რაღაცა ძალიან გამორჩეულ პოზიციაზე, ისიც რაღაცა კონკრეტულ ასაკში. ან უნდა იყოს უკვე შეძლებული ოჯახის შვილი. მაგრამ ძალიან რო ესეთ რაღაცას დებენ, რომ ეს ვიყიდე, ეს მანქანა ვიყიდეთ, BMW და ეს და რაღაცები, რომელიც BMW კორეაში ძალიან ძვირი ღირს და მოკლედ არარეალური რაღაცა ისინი და ცოტა პროვინციელებს ეძახიან ამათ კორეაში ამ კატეგორიის კაცებს. და გოგოებს არ მოწოდეთ ესეთი კაცები ადგილობრივ გოგოებს და შეხედავთ და ყავთ ყველას ჩამორიგებული რუსი ცოლები. თან საინტერესო ის არის, რომ უმეტესობას ძალიან დიდი სხვაობა აქვს ასაკში. 20 წლით უფროსი, 19 წელი, 15 წელი პლუს. არიან ასაკით ცოტა შეუხედავი მოხუცი ქრები ყავთ. მოხუცი ოღონდ საკუთარ ასაკთან შედარებით. მე იმას კი არ ვიცი, რომ ყოველთვის ასაკი რაღაცა ასწორდება იმასთან, რომ ვაიმე არ უყვართ ერთმანეთს რაღაცა, მაგრამ მასიურად როცა არის ეს უკვე რაღაცა სტატისტიკას ქმნის. აი რა ჭორიკანა ვარ. რაფერ მიყვარს ამ რაღაც ვიჩაკერკი. მე ქუთაისელი და სოფლელი ვარ მე თვითონ. აი ეს ჩემი სოფელი მერტყამს. მაგრამ არ არის საინტერესო რაღაც ჭორაობა გოგოებო.